მე ვარ იმ ქვეყნიდან, რომელმაც შუა დემოკრატია და დასავლური ცივილიზაციის საზღვრები სისხლით შემოხაზა. ამ ქვეყანამ ჯვარი აღმართა მაშინ, როცა ყველაფერი ინგრეოდა. რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს არ არის უბრალოდ დაცემა. ეს არის ჩანაცვლება, ჩვენი ხალხის, ჩვენი კულტურის, ჩვენი ცხოვრების წესის. ეს ჩუმი ჩანაცვლებაა. არალეგალი მიგრანტები არ არიან უდოკუმენტო და არასწორად აღქმული ადამიანები. ისინი ზუსტად ის არიან, რასაც მათ კანონი უწოდებს. უკანონო დამპყრობლები. ისინი დაუყოვნებლივ, ყოველგვარი მობოდიშების გარეშე უნდა დეპორტირდნენ. ევროპა არ არის აღთქმული მიწა და ჩვენ აქ იმისთვის არ ვართ, რომ ჩაგვანაცვლონ. ჩვენი ფული ჩვენი სკოლებიდან, საავადმყოფოებიდან, ჩვენი შვილებიდან არასამთავრობო ორგანიზაციებში ირიცხება, რომლებიც მხარს უჭერენ არალეგალურ იმიგრაციას. ისინი ამას ჰუმანიტარულ დახმარებას უწოდებენ. ჩვენ კი ღალატს უწოდებთ. მათ სურთ ერთი ევროპა საზღვრების გარეშე, იდენტობის გარეშე, წინააღმდეგობის გარეშე და ისინი ჩვენს გადასახადებს ამის მისაღწევად იყენებენ. ევროპაში ჩვენ გაცილებით მეტი ორბანი და ნაკლები მაკრონი გვჭირდება. ამავე დროს ჩვენ ვდგავართ კიდევ ერთი მომწამლელი საფრთხის წინაშე, ვოუკისტური იდეოლოგიის. იდეოლოგიის, რომელიც ჩვენს შვილებს ჩააგონებს, რომ მათ შეუძლიათ კატებიც კი იყვნენ. ეს არ არის პროგრესი, ეს გონებრივი აშლილობაა. მათ სძულთ ყველაფერი, რაც ჩვენ გვიყვარს, რადგან შინაგანად, ღრმად, საკუთარი თავის სძულთ. მათ ომი უნდოდათ და მიიღებენ მას. დავიცვათ ბავშვები, ქალები, პატივი ვცეთ ოჯახს და შევაჩეროთ სიცრუის დაფინანსება. ჩვენ არ დავიხევთ უკან, არც ახლა და არც არასდროს. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.